მოგესალმებით, ჩემო გოგონებო. გავაკეთოთ საჯარო გაშლა კითხვაზე, როგორ დავეხმარო მას. რითი შემიძლია როგორ დავეხმარო მას, ესეთი არის კითხვა. ეს კითხვა არის მათთვის, ვისაც ყავთ გარშემო ახლობლები, ან მეგობრები, ან შეიძლება პარტნიორიც კი, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ახლა გადის რთულ პერიოდს, აქვს რთული სიტუაციები და ნახოთ თქვენ როგორ შეგიძლიათ და რითი შეგიძლიათ რომ გამხნევოთ ეს ადამიანი და მხარი დაუჭრათ მას. თუ გაქვთ სურვილი, შეგიძლიათ რომ ეს გააკეთოთ თქვენ საკუთარ თავზე, თქვენი საკუთარი თავისთვის არჩიოთ არკანი და ნახოთ როგორ დაეხმაროთ თქვენ საკუთარ თავს. მაგრამ ძირითადად ეს გაშლა არის უფრო სხვა მეორე მესამე პირებზე, ვისაც შეგიძლიათ რომ დაეხმაროთ, რითი შეგიძლიათ დაეხმაროთ მას. სანამ უშუალოდ გაშლას დავიწყებ, გამიხარდებათ გამოიწერთ ჩემს YouTube გვერდს. მათ ვინც დაინტერესებული ხართ პირადი გაშლებით, ინდივიდუალური გაშლებით, ჩემთან დაგიტოვებთ ჩემს Facebook გვერდს, სადაც შეგიძლიათ რომ მომწეროთ და გავაკეთოთ თქვენთვის ინდივიდუალური გაშლები. შეგახსენებთ, რომ ეს არის საჯარო გაშლები, თქვენ უნდა აირჩიოთ ნებისმიერი ერთი სასურველი ვარიანტი. დღეს მდგომარეობით გვაქვს სულ 5 ვარიანტი, პირველი, მეორე, მესამე, მეხუთე ვარიანტი და ჩავთქვით ადამიანი, რომელიც გაინტერესებთ და რომელსაც გსურთ რომ დაეხმაროთ და თქვენი თანადგომა გამოუხატოთ და ვნახოთ რას გვეტყვის ტაროს კარტი. დავიწყოთ, ვინ შარჩეთ პირველი ვარიანტი. ამ ადამიანს შეგვიძლიათ დაეხმაროთ ისე რომ დაანახოთ ის მდგომარეობები და ის სიტუაციები, რაც მას აქვს ძალიან კარგი და ფერადი თავის ცხოვრებაში. შეიძლება ეხლა ეს ადამიანი ისეთ განწყობებზე იყოს და ისეთ მოცემულობაში იყოს, რომ თავის ცხოვრებას ხედავდეს ძალიან შავ-ბნელ ფერებში. ან იმას კი ვერ ხედავდეს, რომ რა კარგი რაღაცებიც არსებობს მის ცხოვრებაში. ხშირად გვაქვს ხოლმე ადამიანებს მსგავსი ემოციური მდგომარეობა, რომ თუ ერთი რაიმე ცუდი და უსიამოვნა მოხდა, ამით მთავრდება ყველაფერი და ის დადებითი და ფერადი მომენტები, რაც არის ჩვენს ცხოვრებაში, თუნდაც ელემენტარული საკითხები აღარ დავინახოთ და აღარ დავაფასოთ, ხო? და თქვენ შეიძლება ამ ადამიანს იმდანად კარგად იცნობდეთ, რომ დაანახოთ და აუხსნათ, რამდენი კარგი რამ არსებობს მის ცხოვრებაში და რომ ის სირთულე გადასალახი არის მისგან, ხოლო დამოუკიდებლად და სხვა ბევრი კარგი რამე აქვს მას თავის ცხოვრებაში, რაც შეუძლია რომ დაკავდეს, რითაც შეიძლება რომ იყოს მადლიერი. აი ეს არის რითაც დაანახებთ ამ ადამიანს, რომ მის ცხოვრებაშიც არის ბევრი კარგი რამ და მხოლოდ ერთი პრობლემის გამო არ უნდა იყოს რთულ და დეპრესიულ მდგომარეობაში. ეს იქნება კარგი, რეალურად ეს იქნება ხელშეწყობა თქვენი მხრიდან, რომ მისცეთ გარკვეული ბიძგი და ძალა ამ ადამიანს, რომ ცოტა რაღაცა იმ რთული დეპრესიული ფონიდან გამოვიდეს. ეს იყო პირველი ვარიანტი და ძალიან კარგი ვარიანტი იყო. რაც შეეხება მეორე ვარიანტის შემთხვევაში, ამ ადამიანს თქვენ შეგიძლიათ, რითი შეგიძლიათ დაეხმაროთ, ხო? ესეთი არის კითხვა. რეალურად შეგიძლიათ დაეხმაროთ ისე, რომ თქვენც რაღაცა თქვენი რამდენად ახლო ადამიანიც არის, თქვენც რაღაცა თქვენი გულის ტკივილი გაუზიაროთ, შეიძლება თქვენც რაღაცა თქვენი გავლილი სირთულე გაუზიაროთ და რაღაცა ამით ცოტათი ემოციურადაც გაიხსნას თქვენთან შეიძლება და ასე ვთქვათ, გესაუბროთ იმ საკითხებზე, რაც შინაგანად გულში აწუხებს მას, რაც აქვს გულში ასე ვთქვათ, დაგროვილი ნეგატივები. ანუ რეალურად აქ მოიაზრება ის, რომ შეიძლება პიროვნება, რომელიც ჩაუთქვით, ხედავს, რომ აი მხოლოდ მას აქვს პრობლემა და სხვას ახლა არავის და აღარაფერს აღარ აქვს მსგავსი რთული სიტუაცია და მდგომარეობა და თითქოს თქვენი ემსაუბრით, გულის გადაშლით, რაღაცა მშვიდი წყნარი გაწონასწორებული დამოკიდებულებით და იმითაც, რომ რაღაცა თქვენს გაგივლიათ და უკვე დაამარცხეთ, შეიძლება ამ ყველაფერმა გარკვეული ძალა მისცეს და ენერგია მისცეს, რომ ანუ გაუჩნდეს იმის სურვილი, აი კი, მეც გადავლახავ, მეც დავამარცხებ ამ პრობლემას, რა პრობლემის წინაშეც ახლა მე ვდგავარ. აი ეს იქნება მოკლედ აქ სწორი თქვენი მხრიდან. და მესამე ვარიანტი, მოდი ვნახოთ მესამე ვარიანტი. მესამე ვარიანტის შემთხვევაში ამ ადამიანს შეგიძლიათ რითი დაეხმაროთ და შესაძლოა სხვადასხვა აქტივობები. შეიძლება გქონდეთ სადმიან გასვლის ვარიანტი, ან ერთად დროის გატარების სასამნო მომენტები და მდგომარეობები, რაღაც აი დადებითად რომ განეწყოთ ორივე მხარე, ან სადმე გახვიდეთ, ან ერთად გაატაროთ დრო,
ეს შეიძლება იყოს აი პატარა თუნდაც უბრალოდ ლამაზ ბაღში გაისეინოთ ერთად, აი ან გქონდეთ სადმე ახლო თუ გინდათ ქალაქში თუ გინდათ ქალაქგარეთ, სადმე გასვლის შესაძლებლობა. ანუ ესეთი პატარა აქტივობები რეალურად დაეხმარება მას მდგომარეობიდან გამოსვლაში. არ არის საკაუცებელი ძალიან დიდი მოქმედებები და ძალიან დიდი რესურსის ჩადება. აი პატარა მცირედი ესეთი დამოკიდებულებითაც კი შეგიძლიათ რომ გახალისოთ და კარგ განწყობაზე დააყენოთ ეს ადამიანი. ნახოთ მეოთხე ვარიანტი. მეოთხე ვარიანტის შემთხვევაში რეალურად ჩანს ის, რომ ამ ადამიანს უნდა დაეხმაროთ იმით, თუ ანუ აჩვენოთ სწორი გზა რა არის. როდესაც ანუ იცით ხო, მისი პრობლემა რა არის, როგორ უნდა ებრძოლოს ამ პრობლემებს, აი ამით დაეხმარებით თქვენ. ანუ როგორ უნდა გამკლავდეს აი ამ მოცემულობას, ეს რომ აუხსნათ, ეს რომ უთხრათ მას და გარკვეული მიმართულება მისცეთ, იმიტომ შეიძლება ეს ადამიანი იმდენად არის დაკარგული ახლა თავის პრობლემაში და თავის სიტუაციაში, რომ გამოსავალს ვერ პოულობს, არ იცის, კი, სურს რომ გამოვიდეს მდგომარეობიდან, მაგრამ როგორ უნდა გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან, ეს არ იცის. და სწორედ ამიტომ ტაროს კარტი გეუბნებათ, რომ მიმართულება მიეცით, თქვენ რას იზავდით მის ადგილას და აი როგორ მოხმედებებს და როგორ ნაბიჯებს გადადგავდით, აი ეს გაუზიარეთ და ეს უთხარით. ეს უკვე მოიმოქმედებს ამას თუ აღარ მოიმოქმედებს ეს მასზე არის, თუმცა თქვენ აი ასე შეგიძლიათ მისი დახმარება. და ბოლო მეხუთე ვარიანტის, სამი მეხუთე ვარიანტზე გადავალ, გეტყვით რომ ძალიან კარგი ადამიანები ხართ, ვინც ახლა ამას უსმენთ. იმიტომ რომ გაქვთ სურვილი იმისა, რომ დაეხმაროთ სხვა ადამიანს, ხო? და როდესაც ეს შეგრძნება და ემოციები გეუფლებათ, ეს უკვე ბევრს ნიშნავს, მინდა გითხრათ, ჩემო კარგებო, ვინც აქამდე გამომყევით. რაც შეეხება მოკლედ მოდი მეხუთე ვარიანტზეც ვისაუბროთ. ამ ადამიანს რეალურად შეგიძლიათ დაეხმაროთ იმით, რომ გაუზიაროთ თქვენი ცოდნები, გამოცდილებები, რაღაცა პატარა თერაპიული, ესე რომ ვთქვათ, საჭიროებები შეიძლება იყოს საჭირო ამ შემთხვევაში, ან პატარა ესე რომ ვთქვათ, რამე კურსები გაიაროს მან, ან შეიძლება თქვენ გაგივლიათ აქამდე რამე პატარა კურსები, ან თქვენ გაქვთ პირადად ისეთი გამოცდილებები, რაც შეგიძლიათ, რაც თქვენ გეხმარებათ ხოლმე რთულ სიტუაციაში, ხომ? სწორედ ეს უთხრათ მას, რომ აი ეს გავიარე მე, აი ეს გავაკეთე და ეხლა შენც მოდი ეს გაიმეორე, მოდი აბა შენც ცადე ეს. შეიძლება ეს ადამიანები ყველა შემთხვევაში არა, მაგრამ გარკვეულწილად იყვნენ ადამიანები, რომელიც ხელოვნებას მისდევენ, ზოგ შეიძლება კარგი მუსიკის მოსმენაც კი სიამოვნოს, ზოგს რაიმე არტ თერაპიები, ნეიროგრაფიკა შეიძლება ის სიამოვნოს, ან პატარა დახმარება შეიძლება იყოს ესეთი საჭირო მათთან მიმართებით, ხო, ესეთი სამუშაო იყოს. თუმცა ეს ყველას არ ეხება, ხო, უფრო მათ, ვინც რაღაცა ხელოვნებისკენ არის მიმართული, შეიძლება ზოგს ძერწვა დაეხმაროს რაღაცაში თავისი, აი ამ ნეგატიური განწყობების რაღაცაში ჩადება არის საჭირო რა, ესე რომ ვთქვათ და შეიძლება პატარა კურსებიც კი იყოს საჭირო, რომ გაიაროს, სადაც აი თერაპიის მსგავსი იქნება მისთვის რა, ვინ რაში ხედავს უკვე ამ თერაპიას, ეს უკვე ინდივიდუალური არის, თუმცა რაღაცა თქვენი გამოცდილებები, თქვენი ესე რომ ვთქვათ გავლილი სიტუაციების ანალიზი და გაზიარება დაეხმარება და ასევე ეს რაღაცა თერაპიული კურსები მოკლედ გამოიკვეთა აქ. სულ ეს იყო ჩამოკარგება. წარმატებულ ბედნიერ დღეს გისურვებთ.